Განიცით რომ ყველა ეს პარტია პრაქტიკულად არის ნაცმოძრაობის წიაღიდან წარმოშობილი, აქედან გამომდინარე ხდება შესაძლებელთა უბრალო გადათამაშება. Ერთ-ერთი რასაც გამოიწვევს ეს ჩვენთვის არის ის, რომ მოგვიწევს ალბათ იმ სარჩელის კორექტირება, რომელიც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა გამომდინარე ახალი კონფიგურაციიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული. Შეიძლება მათ შორის დაემატოს. გამომდინარე იქიდან, რომ ერთად გამოხატეს საკუთარი პოზიცია პროცესებთან დაკავშირებით, შეიძლება შეივსოს ეს სია საკონსტიტუციო სარჩელში, შეიძლება ყველა შესაბამისი პარტიაც მოხვდეს საკონსტიტუციო სარჩელში, ამაზე ბუნებრივია ვიმუშავებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ბატონო რაკი, თქვენ კადრებს ნახავდით? არა, საერთოდ არის შემოწახები. რეალურად ორი პარტია რაც იყო წარდგენილი სარჩელში, არსებითად იმ ორ პარტიას იმეორებს ეს ახალი ეგრეთ წოდებული ერთობა. აქედან გამომდინარე, თავისუფლების მოედანის თქვენ იცით, რომ მთლიანად ნაცმოძრაობის წიაღიდან შექმნილი პარტია ყველა, ვინც არის, ყველა აბსოლუტურად 2012 წლამდეც იყო დაკავშირებული ნაცმოძრაობასთან და 2012 წლის შემდეგაც ან კონკრეტულად ნაცმოძრაობასთან ან რადიკალურ ოპოზიციასთან არიან დაკავშირებული, თავმჯდომარედ დაწყებული და ყველა ლიდერით გაგრძელებული. ყველა. მათ შორის ლევან ცუცქირიძე, რა პირიქით მან მიიღო მონაწილეობა არჩევნების გაყალბებაში თავის დროზე, ხო, რაც ცნობილია, ამაზე ბევრი საუბრობს. 2008 წელს მან მონაწილეობა მიიღო არჩევნების გაყალბების პროცესში. ხო, ამის მერე, რა თქმა უნდა, მისი საუბრები აბსოლუტურად მოკლებულია დამაჯერებლობას.